გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. მოგესალმებით ვარო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლებო და ისევ ტრადიციულად ვიწყებ გადაცემას. სამწუხაროდ მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენი გუნდის წევრ ორისეს ხატაძეს და მასთან ერთად CDC-ის ყველა პატიმარს. თავისუფლებას ვუსურვებ ყველას. ვიწყებ ცენტრალური თემით რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაურეკა ირაკლი კობახიძეს. ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ქოცები არ ამხელდნენ ამ ამბავს, სანამ რუბიომ თვითონ არ დაწერა ამის შესახებ. მოდით ნახოთ ამის შემდეგ უკვე რა განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ. ძვირფასო მეგობრებო, პროდუქტიული საუბარი ქონდა, ხაზი გაუსვით პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას. ანუ წარმოიდგინეთ, ამერიკას რომელსაც ირანთან ომი აქვს და ჩართულია ამ უდიდეს კონფლიქტში, უცბად გაახსენდათ, რომ მოდი საქართველოსთან ურთიერთობა ხო არ გადავტვირთო. და მაგდარდით იღვიძებდა მართლა და იძინებდა დონალდ ტრამპი და ალბათ რუბიომ რო დარეკა ბოდიშიც მოიხადა და ბოდიშიც მოუხადა კობახიძეს, რომ აი deep state-ს რო ვერ ვამარცხებთო, ამისთვის დიდი ბოდიშიო. ვერ გავამართლეთ თქვენი იმედებიო, ანუ აი ესე იყვნენ, აი ესე თავჩახრილები ფაქტიურად, აი ესე დარცხვენილებმა დარეკეს. დარცხვენილებმა ამერიკიდან. მოკლედ საუბრის რეალურ შინაარსს არასაჯეროებს არც ერთი მხარე, მაგრამ ერთი რაც შევატყვე, ესენი რაღაცა ხასიათზე ვერ არიან ძვირფასო მეგობრებო. მაგრამ ამას გავიგებთ იმის მერე, თუ ქვეყანას მოაწყდა მსოფლიო შამანების არმია და ტიბეტიდან შემოიტანეს აურის გაწმენდის ქვების დიდი პარტია. ესე იგი, რაღაცა უბედურება ტრიალებს ბიძი და ივანიშვილის თავს. რუბიოს ზარის შემდეგ ირანის ელჩი ფაქტიურად დაგვემუქრა, მოდით ნახოთ მისი განცხადება. ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარე აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ. ელჩი დაგვემუქრა და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს ჯერ არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია, რადგან მთელი რესურსი ტროტუარზე დგომისთვის ბავშვების დაჭერაზეა გადასროლილი. საფრთხეების პრიორიტეტი ძალიან კარგად გვაქვს დალაგებული ძვირფასო მეგობრებო, ჯერ ბავშვები და მერე ირანი, მართლა რა. ამერიკასთან მართლა არ ვიცი, როგორი ურთიერთობა გვექნება, პირველი ლედის ვიზიტის შემდეგ ხომ საერთოდ არ ვიცი, როგორი ურთიერთობა გვექნება. ჯერ სიტყვის გამოსვლა ხომ გახსოვთ, აი ახლა გაჩვენებთ საქართველოს სახელით ვინ ესწრებოდა, კი დელეგაციაში იყვნენ ჩვენებიდან წასული, ამ ჩვენი პირველი ლედის მხრიდან მსოფლიო სამიტს. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. That same association is leading the development of a major national initiative, the National Digital Health Information System. St. Kitts and Nevis may be a small nation, thus online educational resources. ეს იყო დღე, როდესაც მსოფლიოს თეთრი სახლიდან გავაგონეთ ქართული ცივილიზაციის და კევის ღლაჭაღლუჩის ხმა. ეს ქალბატონი გახლავთ ბაია კვიციანი, საქართველოს განათლების და არც მეტი არც ნაკლები განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. აი როგორი კადრია იცით რა მერე რა კევი მაქვს კევსაბჭა აი ეგეთი კადრია. ესე იგი ამან არ იცის სად იმყოფება ძვირფასო მეგობრებო, რომ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი. ამ ქალბატონმა არ იცის სად იმყოფება, რამხელა დონის სამიტია, რა კატეგორიის ხალხი ესწრება და ზოგადად ეთიკის ნორმები რა არის. თან განათლების მინისტრის მოადგილე და კევს აღლაჭუნებს. აი სრული აი ამ სიტყვის მნიშვნელობით. მსოფლიო ლიდერებს შორისაა თან კიდე.
კიდევ კარგი პლასტმასის კონტეინერში სალათა არ ქონდა ჩაჭრილი, თორე იმასაც ამოიღებდა და დაიწყებდა ჭამას, ასე მგონია, ესეთი შეგრძნება მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ბაია კვიციანი თვითონაც მიხვდა, რომ კევის ღეჭვა არ შეიძლებოდა, მაგრამ ახალი ჩადებული ქონდა და ჯერ გემო არ ქონდა გასული კევს. და რომ გაუვიდა გემო, მერე გამოიღო პატიოსნად, ყურზე მიიწება და განაგრძო სამიტის მოსმენა. ახლა კი მინდა გადავიდეთ ძალიან მტკივნეულ თემაზე რამდენიმე დღის წინ. თქვენმა ნაკებმა და 2012 წელს არჩეულმა ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა დენის ტარიფი 5 თეთრით გააძვიროს. ესე იგი დენში ვინც 100 ლარს იხდიდით, 10 გადაიხდით 125-დან 130 ლარამდე. რა ვიცი, გენაცვალე იმ პენსიის 20 ლარით კარგად გრიალებდით? ამათ სულ კომფორტში ყოფნა უნდა ამ ხალხს, უკმაყოფილოები არიან. არა, ესე გენაცვალე. თან რომ დავაკიდე უმადურებიც ვართ. პენსია ხო მოუმატეთ 20 ლარით, ხო არ მოეწონათ. დენი გაძვირდა არ მოეწონათ. ვეღარ გავიგე რა მოგწონთ. რით ვერ გაძეხით ეს პენსიონერები? აწევხართ ისედაც საქართველოს მიუჭეს ტვირთად. ადექი წადი, თუ პენსიონერი ხარ, ადექი წადი და იმუშავე რა, მე რას მახარბებ რომ ამხელა ასაკი გაქვს. რა ვიცი მე. ორი ხელი გაქვს, ორი ფეხი გაქვს, ადექი იმუშავე რა. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით პირდაპირ ნიშნობით არ მიიღოთ ჩვენო ძვირფასო პენსიონერებმა. კოცის თვალით დანახულს გესაუბრებით. თქვენ თუ არ გახსოვთ, მე გაგახსენეთ 2012-ში რას ამბობდა დენის ტარიფზე მისი აღმატებულება ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მოდით ნახოთ 2012 წლის პოსტი. პირდაპირ ვაცხადებ, რომ თელასის ყიდის სურვილი მაქვს. დღეს ადამიანს სახლში ქვითარს რომ მიუტანენ, გული უსკდება და დახედვის ეშინია. ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ადამიანებს ქვითრის მოსვლის აღარ შეეშინებათ, რადგან სამსახურიც ექნებათ, შემოსავალიც და გადასახადის გადახდის უნარიც. ასევე აქვს ნათქვამი, რომ დენის 3 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდესო ივანიშვილს და 5 თეთრით გაძვირდა. გაძვირდა კი არ 5 თეთრი კი არ გახდა 5 თეთრით გაძვირდა. აი ახლა ეს ნიუსიც ვინც ამოქექა და გაავრცელა. აი რისი ღირსია აი მითხარით. რა გინდათ ხალხო? რატო აფათურებთ წარსულში ხელებს? კაცმა 14 წლის წინ რაღაცა თქვა და რა ესე უნდა დაიწყოთ ქექვა? კი არა და გუში რა მოგვატყვა ხალხის არ ახსოვს და 14 წლის წინ რა სიხსენეთ? ვერ ხვდებით რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელებით რიგით მშვიდობის მყოფელ ადამიანებში აღვივებთ მიძინებულ ბრას. მაგრამ ვერ გააღვიძებთ ვერა ხალხში ამ ბრას, იმიტომ რომ ქართველი ამომრჩეველი ბრძენია და იაზრებს რომ ეს მთავრობა რა წუთშიც აღარ მოეწონება, იმ წუთში ადგება და გადაირჩევს. ეს დღემდე გააზრებული აქვს ჩვენს ამომრჩეველს, თვითონაც მეგობრებო. მაშინაც გაიაზრეს, მე დაავიწყდათ, მე ახლა რაღაც მომენტში გაიაზრეს და ახლა ცოტა ხანი კიდე დაავიწყდათ, მაგრამ მაინც ახსოვთ პერიოდულად, რომ თუ არ მოეწონებათ გადაირჩევ. დენის ტარიფის გარდა ყველაფერი ძვირდება ირგვლივ, მოკლედ რომ აკვირდები მთავრობა მოქმედებს ჯიბის ქურდივით. ჯიბის ქურდებს აქვთ ხოლმე ასეთი სქემები, ერთი კი არ მოქმედებს საქმეზე. 3-4 კაციანი ჯგუფია, 3 კაცი იქცევს ყურადღებას ხალხის, თავისთავზე გადააქვთ გზავრების ყურადღება და ის ერთი მუშაობს და ცლის ჯიბეებს და ჩანთებს. ოცნებაც ასეა, ყურადღების გადასატანად შექმნეს მაღალ ფასებთან მებრძოლი კომისია და აქეთ პარალელურად აძვირებენ დენის ტარიფს, ავტოგაბაჟებას, განბაჟებას, ჯარიმებს და ყველაფერს. ერთი სიტყვით გვატყავებენ და გვძარცვავენ ესე უმოწყალს, მაგრამ ყურადღება იქითაა გადატანილი მაინც კვერცხის გაიაფებაზე. გაძვირდა ბენზინიც უკვე 3 ლარი და 50 თეთრი არის პრემიუმის ფასი და დიზელიც ავარდა 4 ლარამდე, კიდევ კარგი ის საშინელი სააკაშვილი და ნაცები არ არიან ახლა, თორემ ხო გახსოვს მიშას დროს ბენზინი ლარი და 80 ღირდა. და იქიდან ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა. ახლა რო კიდე სააკაშვილი იყოს, ამ 4 ლარიდან ხო 2 ლარი წავიდოდა მიშას ჯიბეში. და რაღა გვეშველება ბეძზე ვართ გადარჩენილები ძვირფასო მეგობრებო, მართლა ბეძზე. წარმოიდგინე ხო 2 ლარი ჩაიტკიცა. ინტერნეტი ძვირდება 1 მაისიდან, ალბათ მალე სიგარეტს რომ გთხოვენ ხოლმე ქუჩაში ტიპები, ისე იქნება რა ინტერნეტზეც რა ძმა, ინტერნეტი ხო არა გაქვს. შეგიძლია 1-2 წუთი ამას სკროლინო, დღეს ვაფშე არ ამისკროლია რა, გიშსავარ, ცუდათავარ რა, მიდი და ძმო. ეგეთი ფრაზებისაც შეიძლება გავიგოთ.
ყველაფერი ზვირდება, ეგ კი არა ფასებთან მებრძოლმა კომისიამ რომ მოგვახარა კვერცხი გაიაფთებაო, სწორედ ეგ კვერცხი 5%-ით იზრდებაო აღდგომის შემდეგო. იქნებ წილოსარი და ეს ფასების დაკლების კომისია მეტჯერ აღარ ჩაერიოს, ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემი, თორემ რაშიც ფასების კლების კომისია ჩაერია, ყველაფერი გაძვირდა. ერთი სიტყვით ამ ფასების დაკლების კომისიას კიდევ ერთი ფასების დაკლების კომისია სჭირდება, რომ ეს პირველი ფასების დაკლების კომისია მართოს, რომ ფასებმა დაიკლოს. აი ესეთი რთული წინადადება გითხარით. ფასების მატების ფონზე ძალიან ცუდი სოციალური სტატისტიკა გვაქვს ქვეყანაში. ნახოთ სოციალურ დაუცველთა განახლებული მონაცემები. სოციალურ დაუცველთა ბაზაში 379,947 ბავშვია, მათგან 23,322 ახალი დარეგისტრირებულია. ქვეყანას, რომელსაც მილიარდერი მართავს, იმ ქვეყანაში 380,000 ბავშვი შიმშილობს. მაგრამ ამ ერთმა მილიარდერმა რა ქნას გამაგებინეთ. ამ ბავშვებს რა ქნას ადგეს და ფული დაურიგოს თუ რა უნაქნას. ისედაც როგორ მდგომარეობაშია გული მიკვდება მე რომ ბიზნეს ამბებს ვიგებ. ამას წინ 600 მილიონი რო დაკარგა მთელი ქვეყანა გვატირა მახსოვს. იცით რას გეტყვით თუ შივრები ხართ გადართეთ იმედზე და მიხვდებით რომ შივრები კი არა უბრალოდ შვილები გყავთ სწორკვებაზე. და ასევე იმაშიც დაგარწმუნებენ რომ თქვენ სარიელ მაცივარში პროდუქტების მრავალფეროვნებაა. იმედს ეს შეუძლია. უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა მეგობრებო ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით ძალიან მძიმე ინფორმაცია რომელიც არ ვიცი ამდენად გადაიტანს მოსახლეობა მაგრამ მაინც იძულებული ვარ გითხრათ თუ შეიძლება გაუშვათ ეს სკრინი დიდი ბრიტანეთის სანქციების შემდეგ BBC სტუდიოსმა პროპაგანდისტულ იმედს ცეკვავენ ვარსკვლავების ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა. არადა რომ მკითხოს საერთოდ არ ნერვიულობდნენ იმედის თანამშრომლები. არ ვღელავთო საერთოდო. თქვენივე გადაცემით რომ გიპასუხოთ, ეს პასუხი არის სიცრუე. აი ეს არის მეგობრებო იმის მაგალითი რომ როცა რეჟიმი ავტორიტარულია, მხოლოდ რეჟიმი არ ისჯება. ისჯება ყველა ერთად. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. აშავებს კობახიძე, ისჯება ნოე სულაბერიძე. აშავებს კალაძე, ისჯება გია ჟაჯანიძე. აშავებს ბიზინა, ისჯება გოჯა ჩერტკოევი. მიბმულია ეს ყველაფერი ერთმანეთზე, გაიაზრეთ. ძალიან არ ინერვიულოთ ახლა ამ ინფორმაციაზე, არა უშავს, რამეს მოიფიქრებენ იმედზე. ბოლო-ბოლო სახელს გადაარქმევენ, კაცო, მაგალითად, ცეკვავენ გაუგებარი ადამიანები. გამართლებულიც იქნება, იმიტომ რომ ვარსკვლავი ისედაც არავის უცეკვია, ბოლო 10 წელია იქ და იყოს გაუგებარი ადამიანები. ბოლოს ეს გადაცემა სულ სხვა ფორმატი იყო, მე ასე მახსოვს. ვარსკვლავები მართლა არავინ მონაწილეობდა. ვარსკვლავს ვინ დაეძებს, ბოლოს აღარც მოცეკვავები იყვნენ და ბოლოს მე მგონი ოცნების აქტივისტებს აცეკვებდნენ და ცესკოს ქალებს. აი რაღაცა ეგეთი გადაცემა იყო ბოლო პერიოდში, ანუ სახელებს თვითონ ჟიურიც ვერ იმახსოვრებდა ვინ იყვნენ. 1-2 მართლა ვიცანი ცესკოს ქალი. მინდა გამოვიხმარო თბილისის მერის კომენტარს, რომელიც მან ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზე გააკეთა დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით. მოდით ნახოთ კახიკალაძის კომენტარი. რა ქაოტზე ვსაუბრობთ? სად არის ქაოტური განაშენიანება? რა არის ქაოტური განაშენიანება? ქაოტი რომ ცალკე სიტყვა გონია, ამაზე აღარ გავაგრძელებ ყურადღებას და აღარ გავამახვილებ ყურადღებას ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი, სად არისო ქაოტური განაშენიანებაო? თბილისზე ამბობს. ქალაქზე, რომელსაც ზემოდან რო გადმოხედო, რაღა ქაბული და რაღა თბილისი. აი ახლაც ხო მონოლოგს რომ ვკითხულობ, ჩემს წინ აგერაი 6 მეტრში. ფანჯარაში გოგო აპირებს საწოლში დაწულას დასაძინებლად. ხო და ცოტათი თვალი გამირბის, თან ვანო შოუს უყურებს. აჰა, ჩამოაფარა ფარდა. ეთქობა ვანო შოუ და გაიგო რომ მე უყურებ ახლა აქედან. იძულებული გავხდი რომ გამემხილა ეხლა ეს ამბავი. ვაგრძელებ თბილისის მერზე საუბარს და მონოლოგის ბოლოს მინდა გითხრათ რომ კახიკალაძეს როგორც აღმოჩნდა ახალი გატაცება აქვს. ახალი ჰობი აქვს. ავტომობილების ყიდვა, გაყიდვა. მოდით ნახოთ ინფორმაცია კახის. კახიკალაძემ
2025 წელს 294,000 დოლარისა და 135,313 ევროს ღირებულების 4 მანქანა იყიდა. იმავე წელს კი 5 მანქანა გაყიდა. წარმოიდგინეთ, რამდენი მანქანა ჰყავს, რომ 4 იყიდა და 5 გაყიდა, ძვირფასო მეგობრებო. და ჩვენ გვეუბნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯექითო და თვითონ ერთი საცობი მანქანა სახში უყენია. ისე ჭკვიანურია, რომ დაუფიქრდე რა, გაურკვეველი წარმომავლობის ფული სულ ბრუნვაში უნდა იყოს. სულ ატრიალო, თორე ვინც ეგ ფული ოქროს ზოდებად და საათებად შეინახა, კი ნახეთ რაც მოუვიდა და ოხ რა ჩალიჩახარ, კახი, მაგარი ჩალიჩახარ მოკლედ რა. იცი რა არის? კალაძეზე ვერავინ იტყვის, რომ რაღაცა კორუფციულ სქემებშია ჩართული. მე ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ სანამ მოვიდოდა კახი ხო ხელისუფლებაში, მანამდე ქონდა ფული. ეგ ხო მილანში თამაშობდა 16 წლის წინ და დღემდე იმ ფულს ხარჯავს. რაც მაშინ იშოვა, მართლა იმ ფულს ხარჯავს. მერის ხელფასსაც იმიტომ არ იღებს, რომ ის ფული რაც აქვს, ყოფნის. ესეც რიგითი კოცის ნააზრევი გითხარით ძვირფასო მეგობრებო. მე ვფიქრობ, სწორიც არის ის, რომ განბაჟების კანონი რომ მიიღეს 6 წლამდე ზემოთ მანქანების გაბაჟების გაძვირებაზე. იმიტომ რომ ხა კახის ფერარი რო ტრასაზე დადგება, რატო უნდა ამოუდგეს გვერდით ძველი მანქანა? ამით ხო ფერარის იერსახე ფუჭდება ხო და ილახება ეს ფერარის იერსახე. რით ვერ დავიმახსოვრებთ ამ ჩვეულებრივმა რიგითმა მოკვდავმა ხალხმა, რომ ეს ქვეყანა არის ამათი. და ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ, რამენაირად უნდა მოვერგოთ და ხელი შეუწყოთ, რომ ლაღად იცხოვრონ ამათმა. ამ ლაღ ცხოვრებაში ხელი არ უნდა შეუშავლოთ. მე მირჩევდია ერთი ფერარი რუსთაველზე რომ შეიფრთხიალებსო. აი ამიტომ ვერ მოვერევით. აი ამიტომ ვერ მოვერევით, ძვირფასო მეგობრებო. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედი მაქვს ჩემს შოუს სულ მალე მუსიკალურად გააფორმებს ბენდი თაუნალეგვიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი ბატონი გიორგი კეპულაძე. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია PINEX-G. PINEX-ში საგაზაფხულო აქციები დაიწყე გამოწერა თურქეთიდან PINEX-ის საშუალებით და მიიღე 50 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად ბალანსზე. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ შექმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ. ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე. შაბათ შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზავნებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ დებატები კაფიებით, ნაციაური და ქოციაური. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისთვის. ეს გვექნება კაფე, მორგი კაფეები ნაციაური და ქოციაურ შორის და იმედი მაქვს რომ შვიდობიანად ჩაივლის დღე. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ. შევანო მშვიდობა. მე დავიწყებ. მაგათ ომი უნდა ჩვენ გვინდა მშვიდობა ვანო. აბა მაშინ ერთი წუთით მიმიშვი ვანო დავიწყო მზათა ვარ. კი ბატონო. აწრაღა სიზამ ბეჩავო. დენი რომ გაგიძვირდება. TikTok-ის სკროლვის გარეშე ხომიცი გაგიჭირდება. კიდე რომ აქე ბიზნეს ტარიფს გიწესებს ვირსასა მალე ფასიას გაგიხდის ინტერნეტს Wi-Fi-სასა მე აბა გააგრძელეთ უკაცი ხარ ბიზნა ქველმოქმედია არ მიატოვებს მოძმესა ჰესი იყიდა რომდენი თელერსია პად მოგწესა ბრძენი კაცი ყავს მართლად ევროპაც მიტომ ებრძოდა ბიზნა კარგი კაცია ცუდი რომ იყოს გვეტყოდა ანუ დარეკავდა მაინც ბიზნა არის ვაჭარი ერთს კომპლექსები აქვს კიდა ჯაჭვის პერანგი ჩავაცვით გაკრა ხელი და გაყიდა გაყიდა ყობახას დიდი გული აქვს
ხალხთან გასდისა რუბიომ რომ და გირეკაც სუნი აგიდით ჩასვრის ვანო ეხლა ისოდე დავიტაკები ვანო გააგრძელე აბეჯი არ დააზიანოთ ძალიან სამშობლოს არ ვის დაუთმობთ ჩვენ ცნუ გვართმევენ აწყმყოსო თორე მისეთ ფას მოუხევთ როგორც ბიზნეს აწყობსო კაია კი ბატონო მაინც ვიცეკვები იმედზე ცეკვავენ ვარსკვლავისასა ჯაივს ჩავტეხავ დუეტში ჯულიარ ბარგნარისასა ქოცის გინება მაშფოთებს რომია ზროვნოძნელია ტვინი რომ გამოიკვლიო მრგვალი კი არა ბრტყელია უსამშობლოებს მოგმართავთ რომ ვეღარ არჩევთ გენდერსა სულ მალე გამოვაცხადებთ სქესის დადგენის ტენდერსა ტენდერი საჭიროა კი ბატონო კიდე გააგრძელეთ ალბათ დაამატეთ კაც ხალის კაბას აძალებთ ეს რა შავი დღე მოვიდა იმ დღეს ვცადე და ჩავიცვი და ჩემი თავი მომინდა რა ისე წელში მქონდა გამოყვანი ხალე მომესიობა და ევროპა თუ გათხოვებს იქნება რაღის დარდობდე კაცა შენ აღარ ვარ გიხარ იქნება ქალად ვარგოდე ვანო როგორ უთხარი ვანო კვარტამი შეშლები ჩოდე მიდი გააგრძელე თუ კაცი ხარ არ მინახი ხარ ქალაო რაც დადგა გაზაფხულია პირადში ლეტნიე ფოტკი ჩამიყარ კრასატულია შენი გარყვნილი ზრახვები უკვე ზღვარგადასულია იქნები იმ საქმეს შეეშვა რითიც ხარ დაქალცულია ვანო ისოდე ვანო მიდი გააგრძელე ვანო ცეკვაში გადაიტანე ცეკვაში კი ბატონო მანქანა თუ ვერ ჩამოყავთ სტირი და ვერ ვძნობ შვებასა ამაღამ ჩემთან ამოდი შაუდგეთ განბაჟებასა ცხოვრება ისე გაძვირდა ერთ ცესხს მეორე მიაბი მაგრამ ერთ რამე მაწყნარებს შენ მაინც ხარ იაფი მე რა შუაში ვარ კვერცხი ხარ და აბა როგორ გინდა ხო ხარ იაფი ვანო ხო კარგი ვანო ისოდე ემტაცა შიგშუბში დავკრა კვერცხი გამოდი და განგაბაჟო დუაინული რაჯდებანე და მოდი ერთი დუაინული რაჯდება განგაბაჟო კვერცხო შენ მშვიდობას გისურვებთ ვაგზავნე გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია Pinex-G. Pinex-ში საგაზაფხულო აქციები დაიწყე გამოწერა თურქეთიდან Pinex-ის საშუალებით და მიიღე 50 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად ბალანსზე. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქდეთ და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი ამჯერად უკვე ქორეოგრაფიული ინტერვიუ ნინო წილოსანთან. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში. InSound-ის სტუდია, რომელსაც ვენდობები. ნახოთ მუსიკალური ნომერი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები. ჩემი მეგობარი ბავშვობის ბატონი გიორგი კეპულაძე. ბავშვობის ახალგაზრდობის მეგობარი იქიდან გამომდინარე, რომ მე და გიორგი ვიყავით მანსანკანის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ ნაკრების წევრი. და ბევრი საინტერესო დრო გვაქვს გატანებული ერთად, ხარა? სხვა გასართობი მაშინ მაინც არ იყო და ერთობოდით მაგი. სხვა გასართობი არ იყო მაშინ. ბნელი 90-იანი წლების ბოლო. ხო, და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ იმ პერიოდში ცუდი საქმეები არ გვეკეთებინა, გადავწყვიტეთ, რომ იუმორი გვეკეთებინა და რაღაცა ახალი შეგვეთავაზებინა მაყურებლის. შენ კი გაყევი ბოლომდე, მე ცოტა გადავ. ხო, ეხლა რა არის ცხოვრება? მე აქ ვზივარ და შენ იქ. აბა. მაგრამ თან რა არის, ვანო, კარგი იცი, რომ
ეხლა რომ დავფიქრდი, ყველაფერს ხო ემუქრება ეს ხელოვნური ინტელექტის ჩანაცვლება და შენ არ გემუქრება, იმიტომ რომ ხუმრობებს ვერ იგონებს ვერაფერ. მართლა ამდენი დავაწერინი, მაგრამ არაფერი კარგს არ წერს. ვერც გაიღიმებ. რაღაცა მეუწყერი, აი მოდი ეხლა ამაზე ხუმრობა დაწერი, მეუნე. ცადე ესე და იგი. რაღაცა სისულელეს, არც იუმორიც გწდობა, არაფერი არ, ანუ ადამიანებს ვერავინ ვერ შეგვცვლის. რა თქმა უნდა, მაგამ ბავში მით მაგამ უმეტეს. ბავში ვერ შეგვცვლის და უმუშევრად დარჩენა არ გემუქრება. ხო, რა ვიცი ხა, ნახოთ რავი, უმუშევრად დამარცხება. შეიძლება უფულად დარჩე, მაგრამ უმუშევარი არ დარჩები. ხო და შენც ახლა იმიტომ ყავხარ რა განაცემაში, ეს არაჩვეულებრივი საინტერესო ორგანიზაცია გაქვს საზოგადოებრივი ბანკები. მე ბანკმა ბოლოს ცესხი არ მომცა. ხო, ავტორიტეტმა არ გაჭრა, გამოხედვამ არ გაჭრა. აი ეს ჩემმა ისტორიამ არ გაჭრა. კარგია შენთვის. თუ შენ ფული არა გაქვს, ჯობია რომ ცესხი არ არის ბანკში. და არც არსად. არც არსად. ესე იგი მე რაზე მინდა იცი შენთან საუბარი, იმიტომ რომ აშკარად ახლა ძალიან გააქტიურდა ეს თემა, შენს გარშემო ყველაფერი, ხო? ხო. განსაკუთრებით გააქტიურდა ფასების კომისიები, რომელიც ფასებს გვიდგენს საქართველოში, ხო? ეს ფასების დაკლების კომისია ეს თუ რა ქვია მას ფასების არა, ხო, აი ეგ არის, ბევრი შედის შეცდომაში. არავინ არ დაგვპირებია ჩვენ რომ ფასებს დააკლებდეთ. შემსწავლელი კომისიებია. რატო არის ასეთი ფასი? ანუ ფასების შემსწავლელი კომისია. ხო, ანუ ფასებს, ანუ რეალურად რატო არის ძვირი ჩვენთან სურსათი მაგალითად, ან მედიკამენტები, აი ამის შესწავლას და მე დარწმუნებული ვარ, რომ შეისწავლიან და დაადგენენ რატო არის ძვირი. აი რას უშველიან ეგ ცალკე საკითხია. აი მე მახსოვს მაგალითად ადრე კონკურენციის აგენტოს ხო გვაქვს? კი, ეგეც რა ხო არსებობს იგივეა. დღემდე, კი. ხო, კონკურენციის აგენტოს იგივე სწავლობს ფასებს, ხო, რეალურად. კი, წესით ანუ აი მონოპოლიურ გარიგებებს, რაღაც ოლიგოპოლიურ გარიგებებს უნდა სწავლობდეს. ბოლოს რა ქონდა შესწავლილი აი კონკურენციის? ხო, არ ვიცი, ალბათ მაყურებლებს ემახსოვრებათ, რომ წლების წინ მე მგონი ბახტაძე იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი, რომ რაღაც საახალწლოდ აქტუალური თემა იყო და დაავალა კონკურენციის აგენტს, რომ შეისწავლოთ, რომ პურის ფასი რატო გაძვირდა პურიო. მთელი 2 წელი კონკურენციის აგენტო სწავლობდა ამას და ყოველთვის ჟურნალისტები წერდნენ, რომ უკვე 17 თვე გავიდა, რაც კონკურენციის აგენტო პურის ფასს სწავლობს, მაგრამ შედეგი ჯერ არ არის და ბოლოს აი თითქმის 2 წელი რო გავიდა, დაადგინეს. რადგან რომ უნდა გაძვირებული. ანუ რამე გარიგება კი არისო და მე ოლიგოპოლიური გარიგება და მაფიოზური გარიგება. პური უნდა გაძვირდეს. საბაზრო მიზეზებით, ეკონომიკური მიზეზებით იყო გამოწვეული პურის გაძვირება და აი ეგრე დადგინდება. მე მგონი რომ ძვირი რო ღირს პროდუქტი სურსათი უნდა გაძვირებული ხო? ამას თავისი მიზეზები აქვს. რაღაც აქეთკენ მივდივართ, იმიტომ რომ თან როგორ დაემართათ, რომ ესე იგი ხო 2 კომისიაა, რომ სულ რო ახლა ვიღაცა ამათი მომხრეც არ იყოს, მაინც ფიქრობ, რომ აგერ ნუ თავრობა, პარლამენტია, შეიძლება არ მოგწოს, მაგრამ ფიქრობ, რომ რაღაცა ბერკეტი ხო აქვს ამ ხალხს, ხო თავის ხელში, რომ რაღაცას მოახერხებენ და შეამცირებენ ფასებს იმის მერე, მოგეთ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ფასები არ გაიაფთეს. ბოლოს აგერთა დენი გააძვირეს. ეხლა დენის გაძვირება თქვენი მაყურებელი მშვენივრად ხვდება, რომ ყველაფრის ფასში მონაწილეობს, ხო, დენი ჭირდება ყველაფერს. რა თქმა უნდა. რაც ხო, ყველაფერს სურსათსაც და რა ყველაფერს ჭირდება, ყველა წარმოებას დენი. რა თქმა უნდა. რაც თავისთავად მათ პროდუქციას გააძვირებს და ვინმეს ტყუილა აქვს მე ილუზია, რომ მე ეს ბიზნესი თქვათ თავის ჯიბიდან დადებს ამ ფულს. ამოიღებს ფასების გაძვირებით, რაც არის სავსებით ლოგიკური. რა ვიცი, ასე რო ხდებოდეს ფასების შემცირება კომისიებით, რეგულაციების შემოღებით და ძალდატანებით, საბჭოთა კავშირი დღემდე იარსებებოდა, არ დაინგრეოდა, იქ რო კომისიები ყავდა და იქ რო ზეწოლა იყო და ფასები დაფიქსირებული. მე მგონი არც ერთ ქვეყანაში, ნუ მე ვენესუელამ სცადა და კი ვიცით რა დაემართა. ხო, ვერ დაემართა, კაი ამბავ, ყველაფრის დეფიციტი გამოიწვია, ხო ამან, იმიტომ რომ როდესაც შენ რაღაცაზე ეუბნები მწარმოებელს, რომ ამაზე ძვირად არ გაყიდო. ეხლა იმას თუ მე ამის წარმოება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ფასი უნდა დაადოს, ხო? რა შვება? ან უხარისხოს აწარმოებს სიტყვაზე. ან საერთოდ აღარ აწარმოებს და მე აი დეფიციტი საბჭოთა კავშირში დაბადებულ ადამიანებს მით უმეტეს კარგად ახსოვთ, რას ნიშნავს, როდესაც ხორბლის უდიდესი ნათესების მქონე ქვეყანას, დედამიწის 1/6-ს რო იკავებდა ეს ქვეყანა,
პურზე ტალონი და ხო პური აღარ იშოვებოდა. ხო, მაგრამ არ ვიგონებთ. ანუ აი ეგ შედეგი მოაქვს აი ესე ზედმეტ ჩარევას ხელისუფლების მხრიდან. ჩართულები არიან თავიდან ბოლომდე რომ აი ეს დეტალებში რო იხილავენ ხოლმე. აი ეს მაგალითად ეს გენიალური იყო რომ ეს ორი მარკეტები ერთმანეთს გვერდ ეს ხო არ არის მიზეზი. აი ძალიან ჭკვიანური სახით ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა რომ პროდუქტები არ იაფდება. არა და პირიქით ხო ორი მაღაზია გვერდ კონკურენციის ნიშანია. იმან იმაზე იაფად გაყიდოს ხო? კონკურენციის ნიშანია და ამაზე ხა თავის დროზე ჯონ ნეშს მთელი ისა აქვს, რა ქვია, თამაშთა თეორია და ნობელის პრემია აქვს მაგის გამოთვლაში მიღებული, რომ გვერდ რატო იხსნება ბიზნესები, ხო? ისინი პირიქით ცდილობენ, რომ რადგან შენ არ იცი იმის მოქმედების ლოგიკა როგორია, შენ ცდილობ, რომ მასთან ახლოს იყო, იმიტომ რომ იქ უკვე იცი, რომ მომხმარებელი მოდის. იმიტომ რომ იქ რო ერთი გაიხსნება და წარმატებულია, ვიღაცა მიცის, რომ მე იქ უკვე თავის მომხმარებელი ყავს. ანუ შენ დამატებითი ძალისხმევა ახალი მომხმარებლის მოყვანაში აღარ გჭირდება და ამიტომ ცდილობ რომ მასთან ახლოს იყო, თორე ეხლა ეგენი გარიგებულები რო იყვნენ პირობითად, ხო, რას იზამდნენ, რომ სხვადასხვა უბნებში მოდი ამ უბანს მე ავითვისებ ერთი კომპანია იყო და მეორე იყო და მე მაგრამ არ ხდება ეს. ეხლა მე არ ვამბობ რომ იდეალური კონკურენცია და თავის ცოდვები ეყოფათ ყველას მათაც, მაგრამ მიზეზი ის რომ აი გვერდ რო იხსნებიან, მაგაში ხო არ არის რამე საკ. აი მოლები რო რა ხო რატო არის მოლებში ერთნაირი ბიზნესები არიან ერთად, იმიტომ რომ მომხმარებლისთვის მარტივია, იცი სად მიდიხარ და იქ მიდიხარ და კიდევ, ხო? იცი რა უნდა კითხო, რადგან ახლა დენის ფასზე ვილაპარაკეთ, ხო? აი მაგალითად, ხო, ხუთი თეთრი, აი ესე რაღაცა ისე ხვდება, ხო, იცი ხუთი თეთრი რა არის? ხო, ხუთი თეთრი, ხო, ახლა დასგიზავს ახლა. ბრუნვაში აღარც არის ხუთი თეთრი, მარტო ლიფჩი თუ ჩააგდებ. მაგრამ აი ხუთი თეთრი ანუ ეს რამდენს ნიშნავს სიტყვაზე იმ ადამიანისთვის, ვინც თვეში წვავს 100 ლარ დენს. ხო, დაახლოებით 33%-იანი, ან ჩვენ პროცენტებში გვიყვარს თვლა უფრო. ხო, ეს ხუთი თეთრიანი ეკონომიკა ისეთი თემაა, ხანდახან ქოთანს ხო იცი საიდანაც გინდა იქიდან მოაბა კურსო და იყენებენ სათავისოდ და რაღაც განცხადებებში ყველა პოლიტიკოსები ზოგადად ცდილობენ რომ სათავისოდ გამოიყენონ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რომ ესა დაახლოებით 23, ანუ 19 თეთრიდან 24 თეთრამდე ძვირდება ელექტროენერგია, ანუ 100-დან 300 კილოვატამდე ვინც მოიხმარს და 100 ლარს ვინც ხარჯავდა, დაახლოებით 130 ლარის გადახდა 113-ის. ხო, 113-ის უფრო ზუსტად და აი დაახლოებით პირობითად რო ხარჯავდა 200 კილოვატს, ხო? 200 კილოვატზე ხო იხდი და 38 თეთრს. ეხლა გადაიხდის 50, ანუ 10 ლარით მეც გადაიხდა. დაახლოებით 100 კილოვატზე 5 ლარიანი ზრდა არის ეს მარტივად რო დავთვალოთ. ეხლა ეს ხო 1 კილოვატ-საათზეა 5 თეთრიანი, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა ერთი რო გადასახადის სახით, ხო? რო შენ კომუნალური გადასახადის გადახდა გიწევს და მე კიდე როგორც ყველაფრის ფასში ეს მონაწილეობს, ხო? წარმოების და ეს თავისთავად აძვირებს უკვე ჩვენ ცხოვრებას და ყველაფერი მოხდა და გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ფასები არ გაიაფებულიყო სამწუხაროდ. რა ვიცი, რატომ თქმეს არ ვიცი. არა და ორი ამხელა კომისია არის შექმნილი. აუ, ფეხში სროლა უყვართ ხოლმე რა. ხო. მაგრამ რა არის, იცი, მაგალითად მე ჩვენ ახლა შეიძლება ვლაპარაკობთ ახლა შენ და ნუ შენი ხედვა გაქვს და რაღაც, მაგრამ მე მუდმივად უყურებ ტელეკომპანია იმედის Facebook გვერდს, იქ ქარდები და ტელევიზიასაც ვუყურებ და იმ ქარდებში ხშირად არის ხოლმე ისეთი კვლევები იდება, რომელშიც მოწინავე ადგილებზე ვართ. აჰა. ბოლო კვლევა იყო ყველაზე საინტერესო, ჩემთვის ყველაზე იმედის მომცემი კვლევა იყო, ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით, რომ ვართ მესამე ადგილზე. საოცარი წარმატება. შეიძლება ლაპარაკობ, რომ აქ ხალხი გასაგებია რომ ეხლა 280,000 ბავშვი შიმშილობს, იქ რაღაცა ინფლაცია, რაღაცა, მაგრამ ამას სად გაექცევი? ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით. ხან მესამეზე გავედი. პირველზე ვერა. პირველზე არც ვერსად ვერ გავდი. ვერა, ხო? იმიტომ რომ არ სპეციალურად არის აქ. პირველზე რომ ნაკლებად დამაჯერებელია. მივხვდი? რომ ვიღაცა გაჯობებს. გარჩევითაც შეგვიძლია გავარჩიოთ. ხო, გავარჩიოთ. შეხედეთ. ცხოვრების დონით რო ვერა ვარ ცნობიაში მესამე ადგილზე ვიცით, ხო? იგვეცინევა რომ ვერა. ვერა. ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესი, ნუ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იტყვის რომ, უი, ცხოვრების დონე გვაქვს ძალიან კარგი, იმიტომ რა სიტყვები დარჩება მაკედან. სიტყვები ილექება ტვინში. და მესამე ადგილი. და მესამე ადგილი. ანუ ცხოვრების დონით ვართ კარგად და მესამე ადგილზე ვართ. ეს ილექება
მხოლოდ ხო პროპაგანდა ამით ლეკავს ჩვენ თინებში თორე ცხოვრების დონე კი არა შეფასების რამე კი არა შეფასების პროგრესით კი არა ხანგრძლივი პროგრესი ანუ წლებზე დიდი ხანია უბრალოდ ხანგრძლივობით ვარ მე მგონი მათ მესამე რაღაცა დიდი ხანია სასწაულია რა კი ბატონო ხო სხვათა შორის მეც ხვდება მსგავსი ისინი და არის რომ ნორმალური განვითარების სურვილის აღქმის ინდექსში გავედით მე-4 ადგილს ეგეც კაია. ხო, ანუ ეგეც ხო, რა თქვი რა პრობლემაა? ოი, რამ შეგიშა, არა, ნორმალური ვინმეს არა აქვს? ნორმალური, ანუ ჩვენთან უფრო გვაქვს ნორმალური განვითარების სურვილი და ეს აღქმის ინდექსი იზრდება გრძელვადაში თან. ვიდრე სხვებს აქვს, იმიტომ იქ უკვე აღია ნორმალურად და ჩვენთან არა ვარ. თან მესამე ან მე-4-ზე უნდა იყოს ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ პირველი ძალიან სინაგლია. მე-4-ეს ჯობია არ ჩამოწდე. ხო, არ უნდა ჩამოწდე რა. 4-ს, 5-ს არ უნდა ჩამოწდე, ხო? ნერ ინდექსები დება. ხო, რა, ესეც ხო რეალურად პროპაგანდაა რა, ხო ეს? ხო, რა თქმა უნდა, ხო, სამწუხაროდ ხშირად აი ამ ტყუილის ხშირი ტირაჟირება, ხო, მე რაღაცებს აჯერებს, რომ და შეიძლება დაიჯერო, რომ იმაში ევროპაში შუქი არა აქვს, ან უჭირთ და რაღაცა, ნუ დიდი ბრიტანეთისგან რომ არც დიდი დარჩება და არც ბრიტანეთი და შეგეცოდება საწყალი დიდი ბრიტანეთი და ესე აგდებულად საუბრობენ ხო ხო ეხლა მაგალითად რუსული პროპაგანდაც ეგრე იყო რომ მახსოვს როგორ ავრცელებდნენ ესეთ სიუჟეტებს რომ დიდი ბრიტანეთს არჩევანის წინაშეა ან დენი უნდა აირჩიოს ან რაღაცა თუ ან გათბობა უნდა ჩართონ ან რაღაცა უნდა ისეთ მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთში ხო ხო აი ეგ ხო აქაც ხო ეგ არის რომ დიდ ბრიტანეთიდან ან დიდი დარჩება ან ბრიტანეთი ხო და მოდი ახსენე ერთი დიდი ბრიტანეთი ხო რაღაც აგდებულად რაღაცა პატარა კუნძულზე ანუ ბრიტანეთი რო ქვია ჯერ ესე იგი უკვე დიდია ხო და თან რაღაცა გაერთიანებული სამეფოც არის და მეორე არის საინტერესო რომ ისე აგდებულად მოიხსენიებენ ეს ჩვენი ქართული ოცნების დეპუტატები რომ გეკონება მართლა პატარა კუნძულზე იყოს რაღაც იმაზე ხო აგდებულად საუბარი არა და დღემდე 65 ქვეყანა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას ზეიმობს აი რამხელა იმპერია იყო ქვეყანა წინა საუკუნის 80-იან წლებამდე და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებია ერთ-ერთი რომელიც ერთ-ერთი პირველი გათავისუფლდა ბრიტანული უღელისგან ეს დიდი ბრიტანეთი. ნუ აი რუსეთი კიდე დიდია და რაღაცა ენას შეაჩვევს და ესენი რა ვიცი. ხო, ხო, არ წარმოიდგინე ხო. თან ახლა იმათი ფინანსური ბერკეტები და ზოგადად გავლენა სოფლიო პოლიტიკას საკმაოდ მაღალია ხო ახლა ამას რაც უნდა პროპაგანდა და ტყუილის მოყოლა რაღაც უნდა. იცი რა არის, რადგან შენი ორგანიზაცია იკვლევს მაინც ხო და ბევრ საინტერესო ვიდეოსაც დებთ ამ ბანკებთან დაკავშირებით, ხო? თუ აწვით აი მაგალითად მოსახლეობას აი რა შეიძლება არ მოტყუდნენ. კი. ხო, აი ახლა ხო არიან რომ ადამიანებმა არ იციან. აი მაგალითად არის ბევრი ვარიანტი რომ რა ვიცი, ზოგი მაგალითად იმაზე დარდობს რომ კერძო მევახშეებისგან რაღაცა გაუგებარი სესხი აიღო და რაღაცა იმაზე 10ჯერ მეტი აქვს მისატანი, ხო? მაგრამ აი რაში ტყუდებიან, ხო? ძირითადად უფრო მომხმარებლები. ხო, ჩვენთან სამწუხაროდ ფინანსური განათლების დონე საკმაოდ დაბალია, მაგრამ ხშირად როდესაც ვცდილობ ჩვენ რაღაცა აუხსნათ, ხო? აი მაგალითად ვიდეო პროექტებით ან ტელევიზიით ან პირადი შეხვედრებით, ხო? ზოგჯერ ღიზიანდებიან ხოლმე მაგალითად რაზე, რომ აი ვასწავლეთ როგორ დაზოგონ ფული რა. რომ პირობითად რაღაცა ხელფასს რო აიღებ ან შემოსავალი რო გექნება, რაღაცა პროცენტი გადადე. აიფონი არ იყიდო, ბიჭო. ხო, მაინც ეგრევე ყველაზე ბოლო აიფონს ვიყიდ. რაღაცა თანხა ეცადე რომ გადადო. ჩვენთან ძალიან წინ და ხშირად უთქვამთ კიდეც რომ კაცო რომ მასწავლიო ხა ამას შენ ფული მომეცი და როგორ შევინახო და დავზოგო მე ვიციო, ხო და. ჩვენ ცოტა ფრთხილად ვეკიდებით ესეთებს. მაგალითად, ვუხსნით ხოლმე რომ რატო არის ჩვენთან ასეთი პროცენტები, ხო? ბანკი რომ მაღალს ეძახიან
ეძახი ეს ხალხი, რომ ჩვენთან მაღალი, ნუ ევროპას თუ შევადარებ, ხო, ხო? ეს ხშირად დამოკიდებულია ცხოვრების დონეზე, ეკონომიკა როგორია ამ ქვეყანაში, როგორია ინფლაცია, ფასების ზრდის ტემპი როგორია, რისკები როგორია, ხო? საქართველოს საკმაოდ სარისკო ქვეყნად ითვლება, ხო? და სესხის ვერ დაბრუნების რისკი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩვენთან ის ევროპული პროცენტები იყოს, ამისთვის ქვეყნის ეკონომიკა უნდა განვითარდეს, ფასების ზრდა ასეთი მაღალი არ უნდა იყოს, რაც საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკსაც, რომ შეამციროს ეს განაკვეთები და მე ეს თავისთავად აისახება კომერციულ ბანკებზე, მაგრამ ნუ მაინც ხშირად მე ლანძღავენ ხოლმე, რომ რატო ამბობო შენო ეგრეო, აზრზე არ ახარო, მაგალითად რა შემთხვევები გაგიგია ისეთი, რომ ადამიანი მოუტყუებიათ რა. ხო, აი ტყუილს რაც ხო, არის აი ეს ინტერნეტ თაღლითობა, phishing-ს ეძახიან ინგლისურად რაღაცა, თითქოს ვიღაცა თევზაობს ამ ჩვენს ანგარის ბარათზე, რაც არის რაღაცა ინტერნეტ თაღლითობა, ფინანსური თაღლითობა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ შეიძლება სხვადასხვა გზით, გახსოვს ადრე ჩვენ ახალგაზრდობაში ის იყო მეილებზე რომ მოგდიოდა ნიგერიაში პრინცი გარდაიცვალა და თქვენ მისი მემკვიდრე აღმოჩნდით. რამდენი მომწლია იცი და ხო. ეგ რა იყო ეგ მე ვთხოვდნენ რომ რაღაცა ბმულზე დააჭირე და გადადი. ხო. და იქ რომ გადახვიდოდი მე ან რაღაცა დამატებით რაღაცაში ტყუილში ჩაგითრევდნენ. ნუ ეხა ეს თუ ირწმუნეან ოდნავ მაინც დაუშირო ნიგერიელი პრინცის მემკვიდრე ხარ, უკვე მოწყვლადი ხარ ტყუილისთვის. და თუ შეყევი, უკვე მძიმე შემთხვევაა და მაგრამ რა არის ეხა ეს სასაცილოა ხო ეხა ძალიან რთული დასაჯერებელია, მაგრამ მე დახვეწეს ამათმაც მეთოდები. ეხა თან ეს მობაილ ბანკი და ინტერნეტ ბანკი რო განვითარდა, უკვე იქ გადავიდნენ ეს თაღლითების და რა ხდება, რომ მაგალითად ადამიანი ყიდის რაღაცას ინტერნეტ პლატფორმაზე, ქართულზე თქვა დადო თავისი ავტომობილი, ან რაღაცა ნივთი გასაყიდად. იქ შეიძლება აი WhatsApp-ის ან რაღაცა მობილურ აპლიკაციაში მოწერო, რომ ძალიან დავინტერესდი თქვენი ავტომობილის შეძენით და თუ შეიძლება რომ აი ბესს ჩაგირიცხავთ მე და ამისთვის მჭირდება თქვენი ბარათის მონაცემები. და სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები არათუ ბარათის მონაცემებს, რა ვიცი, ინტერნეტ ბანკის პაროლსაც კი აძლევენ და მე ეუბნებიან, რომ აი ეხა SMS-ი რომ მოგივი ხო ორჯერადი ავტორიზაცია, ასე ვთქვათ. ორი გზა უნდა გაიარო რა, ჯერ პაროლი შეგყავს, ეს მიეცი უკვე, მე მოგივი და შენს ნომერზე და ამას კოდსაც წერ და იყო შემთხვევები, რომ ის არის, იყო შემთხვევები, რომ მაგალითად პირდაპირ მათ მაგივრად სესხი აიღეს ამ ადამიანების მაგივრად. სხვა მაიღო და ბანკი შენ გთხოვს თან ახლა. ხო რომ ეს 20,000 ლარიანის სესხი რო აინთო აკაო შენზეო. უნდა ყოველთვიური თან რაღაცა შეიძლება იყოს 3 წლიანი. ხო, ეგ ხო რაღაცა ხო არის ინტერნეტ ბანკით სესხის აღებები ხო შემოვიდა. ხო, ანუ დამტკიცებული სესხია უკვე და მე ჩემს მაგივრად თუ ვიღაცა შევიდა მობაილ ბანკში და მე იმას ჩემი ტელეფონზე მოსული კოდის ვუთხარი, ხო, თავისთავად ეხა აიღებს ჩემს მაგივრად სესხს და მე არის პრობლემები, ამიტომ რჩევაც ხო შეიძლება მივცეთ, რომ ეს არაფერი რთული ამაში არ არის. ცოტა მეტად დაეჭვდი, ცოტა სკეპტიკურად მივდექით, როდესაც ნიგერიაში არავინ არ აყავს ნიგერიაში პრინცი მithumetes. ნიგერიაში პრინცი ყავს თუ არა ეგეც არ ვიცი. სამაგირო ჩვენ კოლ ცენტრები გვაქვს. ვალში არ ვრჩებით. ასე რომ კარგად. სახელმწიფო დონეზეა ეგ საქმე აყვანილი. სახელმწიფო დონეზე აყვანილი, ესე კარგია, ხელშეწყობა იმ ხელა გვაქვს, რომ საოცარი. ყველას კოლ ცენტრი ქონია. და შენ ერთი მე აი დავბერდი ამ გახსენი რა. დააგდე, იყო ოთახების მეტი რა არის. შედი ანთე და დასვი 1-2. ბენდიც გეყოლებოდა ეხლა. ბენდიც იქნებოდა, კარგადაც ვიქნებოდი, მაგრამ არა მაქვს ეს ჭკუა, რა ვქნა, არა მაქვს ეს ფინანსური ტვინი. ხარა შნო თავისებური. ხო. შენ ეხლა დიდი პერიოდი მუშაობდი ჟურნალისტად. კი. თითქმის 9 წელი, 10 წელი ვიყავი ჟურნალისტი, ნუ უფრო 2003 წლიდან 9 წლამდე ჯერ ტელეკომპანია იმედი, მე რუსთავი, მაგრამ ძალიან აქტიური პერიოდი იყო საქართველოსთვისაც, ისეთ ჟურნალისტური თვალსაზრისითაც, ხო რა ვიცი, იქ რაღაცა უცხოელი ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტიო, იქ რაღაცა ომი ცალკე 2008 წლის და ნუ მანამდე რაღაც კონფლიქტური სიტუაციები უცხოეთში. ყველაზე საინტერესო შენთვის, ნუ ყველაზე რა ესეთი დასამახსოვრებელი სიუჟეტი იყო, როდესაც
ჩახვედი პრისიონერასთან. ხო, ეს გაბრიელა სპანიკი, ვისაც პრისიონერასთან სერიალი, ხო იცი? ახსოვს, კი. პრისიონერა და ხო, ეს ამბავი როგორ იყო ხა? ხო, მართლა უცნაურია რომ რა ვიცი, ერახში ნამყოფი ვარ ქართულ ბაზებზე, ამერიკულზე, რა ვიცი, ომი გამიშუქებია, მაგრამ დღემდეც ვიღაცა რომ ცნობს, მე მალევე აქცენტდება, რომ უი, შენის არა ხარ პრისიონერასთან რო იყავი მაიამიზე და რაღაცა გონია რომ კულტურას უფრო ვაშუქებდი ვიდრე ომს და სამხედრო თემებს და ნატოს და ასე შემდეგ ხო და ძალიან საინტერესო იყო. სხვათა შორის საკმაოდ სერიოზულ გადაღებაზე ვიყავით მე და რეზო დიდვერაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას ვაშუქებდით. მაშინდელი პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი 2006 წელს იქ ვარ და ნიუ-იორკში დაგვირეკა პოსტსკრიპტუმის წამყვანი იყო დავით კიკალიშვილი. ხო, კიკალა. ჩვენი მეგობარი. მოკედა ამირეკა რომ მოკედო კეპო ხვალ მაიამიზე უნდა გადაფრინდე. ვა, მაიამი ხან უკვე ის არის რა, ჟღერს ხო. დაგვირეკა და მეთქი რეზოს მეთქი რაღაცა რა ხდება და ესევ აი ეს პრისიონერებს სახიობიო შეთანხმებული გქონდა ჩვენო პროდიუსერმა ჩაწერო სიუჟეტიო გააკეთო ბარე მანთხარ და გადაირბინეო რა გეგონება ახლო იყოს ეს ხო და ქუთაისში ჩახვედი ხო ხო და ჩავედით და შეთანხმებული იყო და თან რა იყო აქ უცნაური რომ ეს სერიალი კი გადიოდა რუსთავიორზე მაგრამ გადიოდა 8 საათიდან 9 საათამდე 8-დან 9-მდე და ეხა კურიერის ჟურნალის 9 საათ 8-დან 9-მდე ყველაზე აქტიური პერიოდი ქონდა მონტაჟის ან გარეთ ვიყავი სადღაც ჩარტვაზე გადაღებას სადღაც ხო და არ მეცალა და სახეზეც არ ვიცოდი ეს სახიობი ვინ იყო ხო და კიდე კაი რეზომ იცოდა ოპერატორმა და რეზომ მეთქი აი ხა რომ მივალთ და ბევრი სახიობი ან ვიღაც ერთად რო იყოს და ხო უხერხული ადამიანთან ინტერვიუზე მიდიხარ და სახეზე ვერცნობ და შენ მეთქი მანიშნიან ესე მიჯიკე რომ ეს არის ხო ეს არის სახელი გვარი რაღაცა ვიცოდი მაგრამ მე თავის ვილაში გვიმასპინძლა მაიამიზე კარგად მიგვიღო, კარგი ლამაზი ქალბატონი იყო. იცანი რომ მიხვედი ხო, მივხვდი რომ ის იყო ის, იმიტომ რომ მარტო კი, პროდიუსერმა მოგვაკითხა და მიგვიყვანა და რომ გაგვიღო კარი ძალიან ისეთი კარგი სამსახიობო ნიჭითაც დაჯილდოებული, კარგი მასპინძელი, საკმაოდ სახალისო გამოვიდა და მე ერთი მომენტი იყო რომ თვითონ შევამთავაზა რომ ეხაო მეორე სართულზეო კიბითო ავიდეთო და არის სიუჟეტში ესეც და ჩემს საძინებელში ავიდეთო რა ესეთი ხელკავით წამიყვანა და ისა რა ქვია ვაიმე რო გული როგორ გიცემსო თან მეუბნება რომ გული აგიჩქარდაო ხედავო და რო შემიყვანა ანუ სიუჟეტში ესე რომ ეს კარი იკეტება რა ჩებით და მე მეორე დღეს სიუჟეტი რო გავიდა პოსტსკრიპტუმში ყველა მეკითხებოდა იქ რა მოხდაო ვარაფერი არ აინტერესებდა მე რა მოხდა მაგას საიდუმლოდ შევინახა მაგარი ნახას რაც მოხდა არის რომ დაიყურა იქ რა მოხდა მე ხოიცა ვიდი მე საიდუმლოს შენახვას ვაპირებ და არა დღემდე არ მისაუბრია იმაზე რა მოხდა იმ დახურულ კარს მიყვა მოკლე ხო ერთ-ერთ მომენტში მე მგონი რაღაცა მკერდისკენ თავი მიგზავნა მეცეკვა სიმღერა ამბავი ხო ანუ სიუჟეტი ისე მიდიოდა რომ ლოგიკური ლოგიკური დასასრული რაღაცა ესეთი უნდა ყოფილიყო თან მაშინ უცოლო ბიჭი ვიყავი შეყვარებული სარმყავდა და ხო ვიდი იგრიალ ვერც ვერავინ იეჭვიანებდა მოკლედ ხო გაბრიელა და ძალიან ის იყო მოკლედ ამ და სხვათა შორის იმ წლის ყველაზე პოპულარული სიუჟეტი იყო პოსტსკრიპტუმში და ძალიან ბევრმა ადამიანმა იმიტომ რომ დღემდე ხო გეუბნებით ომში რო იყავი არავის არ ახსოვს არა იმდეს არ ახსოვს რამდენსაც ის რომ აი შენ პრესიონერასთან იყავი გიორგი ძალიან დიდი მადლობა ძალიან კარგი ბლოკი გამოგვივიდა კარგად ვიმხიარულეთ წარმატებებს მადლობა შენ მოწვევისთვის და პირველად ვიყავი შენთან სხვათა შორის სტუმრად ამდენი წლის დაცნობობად აი ნეპოტიზმი ვანოსთან არ ჭირდის ჩვენთან ნეპოტიზმი კორუფცია არ გონია თან ხო საქართველოში ნაცნობობა არ ჭრის ხო მაგრამ ესეთი დიდი თემა არ ყოფილა აქამდე ხო ეს ეკონომიკა და კლებაზე და იმაზე ხო ესეთი დიდი კვლევა მართლა არ ყოფილა და ამიტომაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენი ჩემს გადაცემაში მოყვანა. წარმატებებს გისურვებთ ძვირფას ტელემაყურებლებს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გიორგი კეპულაძე დღეს მე ამით გესწრებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში არ გადართოთ წინ ვიკა ბუკიას პირველი ხაზი გელოდებათ ნახვამდის გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi
1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.